იმ ხალხის გასაგონად, ვინც იძახის, რომ რა ვქნას, ახლა იპოთეკა აქვს, ბანკის ვალი აქვს, განმადება აქვს, ოჯახი ყავს, ავადმყოფი ყავს სახლში, რავი, ჩვენ ყველაფერი გვაქვს, იქ ყველაფერი, რასაც თქვენ ამბობთ, ჩვენც გვაქვს. იპოთეკაც გვაქვს, ბანკის ვალიც გვაქვს, რა ვიცი, მიცვალებულები ყოფს საფლავში და ოჯახის წევრები ციხეებში და მაინც ვიღებთ ხმას, სამშობლო ყოფილა ჩვენს შორის განსხვავება, გესმით? სამშობლოსთვის რისკი. გესმის, ამაში ყოფილა საქმე. და ყადაღა. სამშობლო და ყადაღა. ვერ მიდის ორივესთვის ყველაფერზე ადამიანი თურმე. კი ხართ ღირსები, ისე გავჩერდეთ ჩვენაირი ადამიანები და უყუროთ პოპკორნით და სამი დასათვალებით, რაც მოხდება, მაგრამ რა ვქნათ, ვერ ვჩერდებით. ომი გვინდა, გესმის? თან დაყადაღებული ანგარიშებით გვინდა ომი. ყადაღაც გვინდა და ომიც ერთდროულად. Deep State-დან გვერიცხება ფულები, თან ყადაღა გვადებს. ძალიან საინტერესო იყო, როდესაც შევედი მობაილ ბანკში, ყველა ჩემი პირადი ქონება განულებული იყო, მაგრამ სესხები ისე იყო ზუსტად. ანუ პლუს რიცხვები იყო გამქრალი და -19,900 რაღაცები ჩვეულებრივ ისე იყო. როგორც ხდება ხოლმე რა. მადლობა ჩემს ერს, ჩემს სახელმწიფოს, ჩემ ქვეყანას. ასე რომ ფული აღარ ჩამერიცხოთ მეგობრებო, 3-ჯერ 5350 ლარი მაქვს გადასახდელი, ამიტომ რევოლუციასაც ვეღარ დავასპონსორებ. და რა ვქნა, სანამ ყადაღამადებს რევოლუციაც უნდა გადავდოთ. რა ვქნათ? ახლა ყადაღაც გინდა და რევოლუციაც ეგრე არ არის. გამოიწერეთ ჩვენი არხი თუ შეიძლება, გააქტიურეთ ზარისღილაკი, დაგვიწერეთ კომენტარები, აუცილებლად მინიმუმ იმის გასაგებად, წერა კითხვა ხო არ დაგვავიწყდა. კომენტარში გამოიყენეთ აუცილებლად მინიმუმ 2 ირიბი დამატება და 2 შორისდებული. ვერანაირი არგუმენტი ვერ მოვისმენთ თქვენგან რომ არ დამიკომენტაროთ.